გამარჯობათ მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებთ კონგოში პრემიერ-მინისტრ ლუმუმბას მკვლელობის შესახებ, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოკლა 1961 წელს. ჩვეულებრივი მოვლენა ამერიკელებისთვის, როგორც ვნახეთ უკვე მათთვის ეს არაფერს აწარმოადგენს. ესე იგი, ბელგიის მეფე ლეოპოლდ მეორე, რომელიც ბელგიის მეფე ლეოპოლდ მეორემ დაახლოებით კონგოში მეგობრებო 10 მილიონი ადამიანი მოკლა. ხო აი პირველ მსოფლიო ომში რამდენი ადამიანიც მოკვდა? აი მაგდენი მოკლა მარტო კონგოში ბელგიის მეფემ. ხო და აი 1885 წელს მან გამოაცხადა, რომ აფრიკული ეს ქვეყანა, რომელიც დასავლეთ ევროპის ზომაა ეს ქვეყანა, მისი პირადი საკუთრება იყო. მან დედაქალაქს ისე მიიჩნევდა თავისად, რომ ლეოპოლდვილი დაარქვა. ანუ ბიჭო, აი ნათელ მხარეს რო უნდათ რომ დადგნენ. აი ნათელი მხარეა, აი ლეოპოლდ მეორემ 10 მილიონი ადამიანი მოკლა. ეს ქვეყანა ნახევარ აღმოსავლეთის და ბოდიში დასავლეთ ევროპის ხელა ქვეყანა დაიპყრო. დედაქალაქს დაარქვა ლეოპოლდვილი თავის სახელად, ანუ თავისი სახელი დაარქვა აი ამ დედაქალაქს. და ესე იგი, მაშინ რატო გიყვებით ამას? იმიტომ რომ ბელგიური, ბრიტანული და ამერიკული კომპანიები სპილენძის, კობალტის, ბრილიანტების, ოქროს, ტიტანის და მაგნიუმის მოპოვებას ახორციელებდნენ კონგოში და კონგოელ ხალხს და მათ მიწას ექსპლუატაციას უწევდნენ. ადგილობრივ მოსახლეობას სასტიკად იტანჯებოდა. როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კონგოში წინააღმდეგობის მოძრაობა დაიწყო. ახლა ამოუვიდათ რა ამ კონგოელებს ყელში ეს დაჩაგვრა. და მოდის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ავანსცენაზე ასეთი ადამიანი პატრის ლუმუმბა, რომელიც შემდეგი, ასე ვთქვათ, აი ამ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში და მისი სიტყვებიდან ერთი ძალიან მეტყველი გამოთქმა იყო, რომ ჩვენი მიზანია კონგოს კოლონიალური რეჟიმისგან განთავისუფლება და ქვეყნის აბსოლუტური ემანსიპაცია. ხო? ასევე ვინ იყო ხა ეს პიროვნება? რა ეს არის მისიონერი სტუდენტი იყო და ასე ვთქვათ, ცდილობდა რომ ქვეყანა გაეთავისუფლებინა მონობისგან. კონგოს ბელგიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქარიზმატული ლუმუმბა გახდა ახალგაზრდა აფრიკელი რესპუბლიკის პირველი თავისუფლად არჩეული პრემიერ-მინისტრი. 1960 წლის 30 ივნისს დამოუკიდებლობის აღნიშვნის დროს ბელგიის მეფე ბოდუენმა, ახალი სხვა მეფეა ხო, ლეოპოლდი ჩაბარდა პატრონს. მეფე ბოდუენმა კოლონიური მმართველობა შეაქო, თუმცა ლუმუმბა არ დაეთანხმა მას და მკაცრად გააკრიტიკა წყლობით გაგრძელებული ექსპლუატაცია. ჩვენ ვიცნობთ დამქანცველ შრომას, იგი ამბობს, რომელსაც ისეთი ანაზღაურებისთვის ვეწეოდით, რომ ვერ ვიკვებებოდით, ვერ ვიცვამდით, ვერ ცხოვრობდით ღირსეულ პირობებში და ვერ ვზდიდით ჩვენ შვილებს როგორც საყვარელ ადამიანებს. განაცხადა პრემიერ-მინისტრ ლუმუმბამ. ჩვენ გავიარეთ დაცინვა, შეურაცხყოფა და ცემა, რომელიც ყოველდღიურად დილიდან საღამომდე გვერგომ, მხოლოდ იმიტომ, რომ შავკანიანები ვიყავით. ჩვენ არ დავივიწყებთ მასობრივ მკვლელობებს, რომლებშიც უამრავი ადამიანი დაიღუპა და არც იმ საკნებს, სადაც მათ ყრიდნენ, ვინც ჩაგვრასა და ექსპლუატაციას არ ემორჩილებოდა. ესე იგი, პრემიერ-მინისტრი დაპირისპირებაა პოლიტიკურ სამყაროში, პრემიერ-მინისტრი ლუმუმბა, პატრის ლუმუმბა არ ემორჩილება ბელგიის მმართველობას. ამიტომ აშშ და ბელგია შეშფოთებულები იყვნენ და პრემიერ-მინისტრი ლუმუმბას საშიშად მიიჩნევდნენ. დაკვირვებით მოусმინეთ ახლა რას გეტყვით მეგობრებო. ეს არავინ არ იცის ამ ქვეყანაში. მე არ ვიცი ვინმე მიცოდეს, ამიტომ დაკვირვებით მოусმინეთ. განსაკუთრებით იმიტომ მიიჩნევდნენ, რომ ის ასევე გეგმავდა მინერალური რესურსების მომპოვებელი კომპანიების ნაციონალიზაციას. ხვდებით ხო ეს რას ნიშნავს? ანუ კონგოელ ხალხზე გადაცემას გეგმავდა იმ წიაღისეულის, რომელიც ზემოთ აღვნიშნეთ, ხო? ესენი იყო კობალტი, სპილენძი და ასე შემდეგ, ოქრო. პრემიერ-მინისტრის მინერალური რესურსების კონტროლის ჩამორთმევის მიზნით ვაშინგტონმა და ბრიუსელმა მხარი დაუჭირეს
კატანგისა და კანზაის რესურსებით მდიდარი პროვინციების გამოყოფას, სეპარატიზმს, სეპარატისტულ ძალებს ხალხო. პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა, ამერიკის პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა გადაწყვიტა, რომ ლულუმბა უნდა ჩამოაგდოს. და 1960 წლის აგვისტოს NS-ის, ანუ შიდა, ასე ვთქვათ, აი ამ დახურული მაგიდის შეხვედრაზე ეიზენჰაუერმა დავალება მისცა CIA-ის დირექტორს ალენ დალეს, რომ მოკლას ლუმუმბა. ვიმეორებ, ეიზენჰაუერმა დავალება გასცა პრეზიდენტმა, ამერიკის პრეზიდენტმა დავალება მისცა თავის დაზვერვის დირექტორს, რომ სხვა ქვეყნის პრეზიდენტი მოკლას ხალხო. ეს იყო გაეროს ძალადობის აშკარის, საოცარი. ეხლა ვიღაცამ შეიძლება ითქვას, საიდან იცი შენ ეს? საიდან ვიცი და რობერტ ჯონსონმა, რომელიც ამ შეხვედრაზე ანოტაციას წერდა, თქვენ მოგეხსენებათ, რომ იწერება, ხო, ეს ისინი რა, ოქმდება საიდუმლო მასალებად, მაინც ოქმდება, ხო? მოგვიანებით გაიხსენა ის შოკი, რომელიც დარბაზში გამეფდა, როდესაც დაავალა პრეზიდენტმა CIA-ის დირექტორს ალენ დალეს, რომ მოეკლა ლუმუმბა. იხსენებს, რომ შოკი გამეფდაო, როდესაც პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა მოკლის ბრძანება გასცაო. იგი იხსენებს, იყო გაოგნებული სიჩუმე, დაახლოებით 15 წამი და შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა. ჯონსონმა თქვა, რომ ამ ბოროტი ბრძანების შესახებ არაფერი იყო გაურკვეველი, ანუ ყველაფერი ნათელი იყო. მაშინ იგი იხსენებს, მაშინ გამიკვირდა, რომ რამე მსგავსი ესეთი რამე მესმოდა პრეზიდენტისგან ჯგუფის წინაშე. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო, იხსენებს დამსწრე პირი ამერიკის სამსახურის წევრი. ალენ დალესმა შემდეგ კონგოში CIA-ის სადგურის ხელმძღვანელს ლოურენს დევლინს დაავალა ბელგიელებთან ერთად პატრის ლუმუმბას მკვლელობის ორგანიზება და კოორდინაცია გაეწია. 1960 წლის 14 სექტემბერს პოლკოვნიკ ჯოზეფ მობუტის ხელმძღვანელობით, მეგობრებო, ნახეთ, აშშ-სა და ბელგიის კოორდინაციით სამხედრო გადატრიალება განხორციელდა. პრემიერ-მინისტრი ლუმუმბა მობუტუს ჯარისკაცებმა დააპატიმრეს, აწამეს და მის მტრებს კატანგის სეპარატისტებს გადასცეს, სადაც 1961 წლის 17 იანვარს ის დახვრიტეს. მტკიცებულებების დაფარვის მიზნით ლუმუმბას ცხედარი ბატარეის მჟავაში გააქრეს. ანუ ჭყალებში კისლატაში ჩადეს, რომ გამქრალიყო. მამაცი პრემიერ-მინისტრის სასტიკი მკვლელობის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ჯოზეფ მობუტუს კონგოს, შემდგომში ზაირის ახალ პრეზიდენტად დანიშნა. მობუტუ სასტიკი დიქტატორი იყო და ქვეყანას 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს ნედლეულის მოპოვების ხელსაყრელი პირობებს უქმნიდა, ხოლო საკუთარ სიმდიდრე შვეიცარიულ საბანკო ანგარიშებზე, საკუთარ სიმდიდრეს შვეიცარიის ბანკებში ინახავდა, ძვირფასო მეგობრებო. აი ასეთი ცივილიზებული და ნათელი სამყაროს წინაშე ვდგევართ და ეს ქართველმა არ იცის. ქართველი გაუნათლებელია. საქართველოს მოქალაქე, ვისაც გონია რომ განათლებულია, გაუნათლებელია.